შემდეგი 2 დღის მანძილზე ჩვენი სახლი იქნება სამკუთხა კედლებს შორის. არანაირი კარავი ან რაიმე გადახურული თავშესაფარი. პირდაპირ ხიასის ქვეშ ვიქნებით ძლიერ ყინვაში. მოვამზადებ გემრიელობებს და მოვიმარაგებ უამრავ შეშას, რათა ღამით თბილად ვიყოთ. ჩაუჯექით მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. დავუბრუნდი აქ ეგრეთ წოდებულ ჩვენ ბაზაზე. დღეს რაღაცებს დავამატებთ. გავჩერდებით შემდეგი 2 დღით. რავი, კარგი ღამე იქნება, ჩემი აზრით საკმაოდ ცივი ამინდია დღეს გამოცხადებული. -6 მაინც უნდა იყოს რა, ან უფრო დაბალი ტემპერატურა. ჩაუჯექით მეგობრებო და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. დღეს მეგობრებო, კედელი გვინდა დავამატოთ, რომ წინიდან ქარმა არ დაგვიბეროს. საუბრობთ ღამით უკვე ქარიც დაიწყება. სხვა ისეთის დამატებას დღეს არ ვიცი, რას ვაპირებთ, თანდათან მოვიფიქრებთ რაღაცებს. ძალიან მაგარი გემრიელობა უნდა მოვამზადო მეგობრებო. ახლა ვიმარაგებთ ხმელ ხეებს რა, ძის რეებიც ყრია. აი ზედმეტი რაც აქვს თავი და ბოლო რა. მაგებს ხერხავთ ვაცლით და მოგვაქვს აქ მორები. ცალკე ბევრი შეშა უნდა მოვიმარაგოთ, იმიტომ რომ ღამით მართლა ბევრი შეშა გვჭირდება. საკმაოდ უნალექო ამინდია, ალაგ-ალაგ თოვლი იყო შემორჩენილი რა, გაყინული, მაგრამ სხვა თემაში ცივა მაინც. მშრალი ყინვა იქნება რა თან ღამით. აი იქ მორები რაც გვეწყო მეგობრებო, იმის გავამზადებთ პატარ-პატარა მორებს რა, შეშისთვის. ერთი რაღაც მინდა თქვა. აქ არა სხვაგან. აი წაქცეული ფიჭვები რაც ვიპოვე, ერთ ადგილზე მქონდა მოგროვებული იმისთვის რომ გამეკეთებინა თავშესაფარი რა. გემახსოვრებათ ეგ ვიდეო, ზაფხულში გადავიღე თუ ზაფხულის ბოლოს არ მახსოვს, მაგრამ ერთად დავაწყე მორები რა და მოვედი და თურმე ვიღაცას წაუღია რა. განაცუც ფიქრობ რამეს ან მეწყინა ან რამე, უბრალოდ რავი, ძალიან თუ გინდათ შეშა ღმერთმა შეგარგოთ და წაქცეული ხის მეტი რა არის რა, ჩუმად აგიღოთ, წაგიღოთ და უბრალოდ მას შეგროვებული მქონდა, რაღაც ქონდა გეგმაში, ჩემი ხო არ იყო უბრალოდ, მე ხო შევაგროვე, ენერგია ჩავდე, დრო ჩავდე და ვიღაცა რომ მოდის და ასე უბრალოდ წკაპ ჩემია და მიაქ რაღაცნაირია რა. არა ვიცახავ ცუდად არ გამიგოს, პირიქით შეგერგოთ. დღეს მინდა გავაკეთო პატარა შვედური ჩირაღდანი, აი რაღაცებს მოსადუღებლად რო გქონდეს. ამიტომ აი ეს საკმარისია ჩემი აზრით. ცოტა სველია, მაგრამ ავანთებ მაინც. მოიტანე, მოდი, მოიტანე. ამ ხარეს ვაკეთებთ კოცონის კედლს იგივე თემაში რა, ზუსტად სამკუთხა იქნება ესეც. უყურეთ რა თემა ეს ხო სამკუთხა, როგორ გითხრათ, კედელი გვაქვს. აქეთაც სამკუთხა კოცონის კედელი იქნება, შუაში კარგად იტრიალებს ითვო, მე მომავალში შეგვიძლია ასე მორები დავამატოთ და პატარა მყუდრო კედლები იქნება რა. თორე ამის გადახურვას და რაღაც ქოხად გადაკეთებას არ ვაპირებთ. ეს იქნება რაღაც კედლების ბაზა რა, ასე რომ ვთქვათ. მეგობრებო, რადგან ესეთი დიდი ზომის წაქცეული ხევ ნახეთ, ვიფიქრეთ რომ ერთ კედელსაც დავამატებდით რა აქეთ ამ ხარეს და პირდაპირ წავა კოცონის კედელზე. გაერთიანდება რა, ასე რომ ვთქვათ.
მეგობრებო, შედურჩი რატოს რითიც ვაკეთებდი, ძალიან სველი იყო შიგნინა რა. შედარებით მშრალი ვარიანტი ვიპოვე აქ. გარედან კარგი მშრალი არის. თან ძირს არ ეგდო მიწაზე. ამიტომ ამისგან პატარა ვარიანტს ავიღებ, პატარა ნაწილს და ამით გავაკეთებ. სისველის და უკვე სიდამპლიერო აქვს დაწყებული, მაგის კვალი არის შავი რა, მაგრამ სველი საერთოდ არ არის. ესე იგი ამით კარგი გამოვა. მეგობრებო, შეშა თითქმის რავი, ძალიან ბევრი მოვიტანეთ რა. ეს შეიძლება საერთოდ შეშად არც გაუშვა, არ ვიცი. ძალიან დიდია. ხმელია. და დამპალი არაა და შეიძლება კედლადაც გაუშვა, უბრალოდ მოკლეა რა და სად წავიღო არ ვიცი. ძალიან პატარა არის. თან ეს იმებს როზე უნდა დავადო გადაინგრევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი და მძიმე არის. ასე არ ვიღლები ხოლმე, ან დაღლილი ახლა არ ვარ, რო თქვა, აი არაფერი შემიძლია და რაღაც თქვა, მაგრამ გძნობ რა, რასაც გძნობ. ასე არ ვარ ხოლმე, აი დარბაში სიტყვაზე, გუში მქონდა ბენჩზე 100 კილო 6ჯერ, 100 კილო 6ჯერ არაზუს 3 წევია რა, წინაზე მქონდა 100 კილო 4ჯერ. გუშინ იყო 100 კილო 6ჯერ და მაგაზიც არ ყოფირო როგორც ამაზე. ამაზე და აი მეებზე რა რაც მოვათხილეთ. თან საღამოვდება, არაფერი გვიჭამია შუა დღეს. მთელი დღე რაც მოვედით, აი მეებს ვძიდავთ რა. თან ახლოს არაფერი არ ეყარა, თითქოს ამოიწურავ ახლოს რაც არის და საკმაოდ ჩორი და მოგვაქვს. აი რო არც ჩანს, იქით მივდივართ და მოგვაქვს. მაგრამ საღამოს ისეთი საჭმელი გველოდება, მეგობრებო, ისეთი. რავი, აი გამწარებულ ბოდიბილდერს დაანაყრებს. ესეც 3 ლიტრა. შეტური ჩირაღნის დროა. ძალიან სველი არ არის რა. ეს რომ მოხმეს რა გამოშრეს ცოტა. ცეცხლს რო დავანთებთ, მე უკეთესი იქნება.
აუ ცეცხლის დანთება რაღაცნაირად ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თქვენ მეგობრებო მეგობრებო ეს რა თქმა უნდა მთელ სიცარიელებს არ ავსებს, მაგრამ ძალიან დიდ სხვაობას იძლევა რა. ტურის სახელი. აგერ გვაქვს დიდი საქონლის ნეკნი, ორი ნეკნია და შუაზე გავჭრი და მაგარიტია მაქვს ამის მომზადების. ტრადიციულად რა, აჯიკაია სვანური მარილი. სუცოდა პაპრიკა. და მეგობრებო, დაფქულ ქონდარს, დაფქული ქონდარი ზოგადად ხორცს ძალიან უხდება. მოვაყრი მე რა, ამის შეწვის ერთი მეთოდი მოვიფიქრეთ ნაკვერჩხალზე. ამ ეტაპზე ისღა დაგჩვენია, რომ დაველოდოთ კარგ ნაკვერჩხალს რა. მეგობრებო, მაგარი იდეა მომივიდა, ამ ბროწეულს დავჭყრეთ, სუნერებს აურევ და შეწვისას ესე ზედ გადავუსმევ. როგორც ვიცით, საერთოდ ხორცს ბროწეული უხდება. აუ მოკითხვა გიო ვიდეოდან მოგიკითხავ ჩემი დარბაზის ძმაკაცი მიმისვა
მოკითხვა გიოს, იმიტომ რომ ბროწეულზე აფრენს. და სამწუხარო დღეს ჩვენთან არ არის. გაფქული ქონდარი. ეს იქნება პატარა ჩოტკი. ასე მომზადდება გემრიელად რა. თან ნელა. აუ მეგობრებო, რავი, ისე გამოიყურება. გავაფრით. აქეთ მხარე ცოტა დააყდა გიგა, მაგრამ ეგ არაფერი. დაისონა ცხონა გასიჯოს. აჯიკაიას მწვანე ნიგზიანი აჯიკა გვაქვს აქ. გავსინჯოთ.
აუ მეგობრებო, რა მაგარია თქვენ არ იცით. ბრუწეულს დაიდე ხორცი გააფრენ. შვედური ჩირაღნის ჭერია. მეგობრებო, ზოგადად თოკი იმისია, რომ დროები დააფიქსიროთ, რომ თუ გინდა რომ არ დაიშალოს, ну რა თქმა უნდა, თუ სწორზე დადებ და არ არყევ და რაღაც არ დაიშლება, მაგრამ თუ გინდა რომ არ დაიშალოს, მაშინ მავთული უნდა გაუშვა. ამ გვერდებიდან რამე შემოულაგო და არც არაფერი მოუვა. საერთოდ დროებით რომ დააფიქსიროს. ამის საჭიროება საერთოდ არ გვაქვს მეგობრებო, უბრალოდ შვედურ ჩირაღდანს თავისი მუღამი აქვს რა. აქედან ქარი უბერავს და აქ მინდებს რომ კარგად გაღვივდეს შიგნი. ხეთ რა მაგარია. კაი. მეტი საათია მეგობრებო დაწყებული და ცოტა შევჭამთ რა, რამდენიმე კარტოფილი და ერთი ხოხი დავაგდე. დილისთვისაც რო დავიტოვოთ. შევჭამოთ, აბა აიღე. უშო კაია. კალი შეგიძლია შეჭამო. აი ხახვი ამოიღე დანით. მეგობრებო, პირველის ნახევარია, საძილე ყომრებში ვართ. ტაისონი ხან ერთთან წვება, ხან მეორესთან. ძალიან ლამაზიც არის, უბრალოდ აი კამერაში არ ჩანს რა. უამრავი ვარსკვლავი არის და ძალიან
ძალიან საოცარიც არის. მოკლედ ასე ვაკვირდები და მე დავიძინებ მოკლედ მეგობრებო და შევხვდებით დილას. თოფი გვერდით მინდებს. ტყუების ბევრი მაქვს, რავი რო რამე იყოს. და ეგ არის რა. აბა ხამშვიდობის. აუ საძილე ტომარა გამეყინა მეგობრებო. გარედან ნახეთ. უფრო მეტად იყო. შვენიერი ღამე იყო მეგობრებო, მაგრამ ერთი დიდი მინუსი ქონდა რა. არ ვიცი რა მოხდა, ჩემი საძილე ტომარა კი არა. აი ეს ძირსაგები რა, ლეიბი რაც მაქვს, გასაბერი. მაგას არ ვიცი გამოვიდა, მაგრამ დილას დამხვდა დაფუშული, ღამე ვერ ვიგზენი. და ფეხების მხარე მქონდა, აი საძილე ტომარაშიც კი გაყინული. გარდა როგორც ხედავთ, თან მართლა გაყინული არის. თან ქარი უბერავდა, თან შიგნი რო თბილა და გარეციო, ხო იცით რაღაცა იმას სიცივე რო შემოხვალმე და არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რატო დაიფუშა, იმედი არ გაიხან რამე, არ და ქვემოთ მეორე ძირსაგები მიდევს, რომ აი წიწვი არ შეეჭოს ან რამე რა. აი ზემოთ თბილად ვიყავი, მაგრამ ფეხები მქონდა გაყინული რა. ფეხებისკენ სერიოზულად ისეციო და ტაისონიც არ ჩადიოდა ქვემოთ. აი აქეთ იყო გუნკერდისკენ. არ ვიცი. წარმოგიდგენთ, ყინორწვერზე არ შემციებია ამ საძილე ტომარაში და შემცივდა მყინვარწვერიდან 4000 მეტრის ქვემოთ. თუ ნაკლები. 4-ზე ცოტა ნაკლები რა, იმიტომ რომ თითქმის 1500-ზე ვართ აქ. 1300-ია თუ 1200 არ მახსოვს. ცეცხლიც ისე დავანთე, შეშაც ისე იმას თქვენი ბევრი მოვიტანეთ, რომ არაფერი არ გადამიღია, იმიტომ რომ გაყინულები ვიყავით რა. უბრალოდ გაყინული ვიყავით. ახლა კაი ცეცხლი გვაქვს სამაგიეროს ჩათვა უცებ. საძილე ტომარა ცოტა შეშდეს და ჩავკეცავ. წყალსაც კი ვათბობ.
ახლა აჯიკაიას დავამატებთ ამას და გამოვა დილის საოცარი საკვები. მართლა ძალიან კაია. მეგობრებო, ჩაობარგდით. ახლა ცეცხლს კიდევ დავასხავ, წყალს ვერ ვდები, ცოტა თუ გაღვივდება. დავეშვებით რა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, საკმაოდ კარგი დღე იყო, ვისიამოვნეთ, თითქმის შუა დღეა უკვე მოსული. უფრო დიდი ხანი გავჩერდით რა. დაელოდეთ მეგობრებო შემდეგ ვიდეოს, ტრადიციულ დღეებში დაიდება 4 შაბათი. ხანდახან ვერდებ ხოლმე თუ რაღაც ისე მოხდა, რომ მაგ დღისთვის ვერ მოვამზადე წინასწარ ვიდეო რა და ვერ მოვიცარე, მაგრამ ძირითადად 4 შაბათს 3 საათზე ვდებ ხოლმე ხანურზე, შაბათს ძირითადად დილის 12-ისკენ. მოკლედ მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თქვენ უყურებთ BBR-ს. აბა მაგრად.